ასოციაციას უკვე ოფიციალურად არჩეული დირექტორატი ყავს. ასოციაციის პრეზიდენტი ყრილობის დელეგატებმა დღეს კომპანია UGT-ის გენერალური დირექტორი გიორგი ჭირაქაძე აირჩიეს. პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზზე კი დელეგატებმა გიორგი ისაკაძე დაამტკიცეს, ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კი ხმათა უმრავლესობით სოსოფ ხაკაძე გახდა. ასოციაცია ამ დროისთვის 32-მდე კომპანიას აერთიანებს და უახლოს მომავალში მისი წევრი დამატებით კიდევ 30 კომპანია გახდება. ბიზნეს ასოციაცია ძირითადად მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციებს აერთიანებს და ის შეეცდება ბიზნესის პრობლემები გადაჭრას, რაშიც მას სამთავრობო და საპარლამენტო სტრუქტურებთან თანამშრომლობა დაეხმარება. ასოციაცია ერთ თვეში უკვე ოფიციალურად წარადგენს იმ პრიორიტეტებს, რომელზედაც აქტიურად იმუშავებს. ის რომ დღეს მაგალითად ქვეყნის მთავრობა გაცილ მეტად არის ორიენტირებული ეკონომიკური პრობლემები გადაწყდეს, რაღაც ახალი ინიციატივები მოდის, ეს ჩვენ გვახარებს. მეოთხედ ჩვენ შევეცდებით რომ ვიყოთ კრიტიკულებიც, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები, შევეცდოთ ვიპოვოთ ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ჩვენ დავეთანხმებით და რომლებიც მიგვაჩნია სწორი იქნება და ასევე ის საკითხები, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია რომ სხვანაირად უნდა გადაწყდეს. დაფუძნებაში დღეს მიიღო მონაწილეობა 32 კომპანიამ, დაახლოებით 60 კომპანიას აქვს ინტერესი გამოხატული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართ, რომლის უმთავრესი ფუნქცია ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, იქნება ქართული ბიზნესის, საქართველოში მოქმედი ბიზნეს ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიების უკეთეს მომავალზე ზრუნვა. ასოციაცია ხვალ დაიწყოს მუშაობას და როგორც აღნიშნე, ერთი მთავარი ამოცანის მისაღწევად, რაც არის ბიზნესისა და შესაბამისად ეკონომიკის შემდგომი განვითარება, რაც არის სტაბილური ქვეყნის განვითარების მთავარი ქვაკუთხედი და მთავარი ფორმულა.